ჯაჭულობა სულებს შორის მიჯაჭულობა ხშირად ბიოლოგიით არ არის განპირობებული. ანუ ძალიან ბევრი არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ამათი შვილი როგორ ვარ. აი ამ ოჯახში მე შემთხვევით ვარ გაჩენილი. და ესეა? რაღაცა წინა ცხოვრებაში დავაშავე. ეთქობა რომ ამათთან მოვხვდი, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ შვილსა და დედას შორის და მამას შორის არ არის სულიერი კავშირები. აი როგორი არის თქვათ ესა თქვათ აღმოსავლურ აი ამ ინდუიზმში თქვათ, ხო? მე ინდუიზმზე ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ეს ასპექტები არის სხვანაირად გაშლილი ვიდრე ჩვენს კულტურაში. ჩვენთან როგორც არის, ის გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს მთელი რიგი სტერეოტიპებით მოცემული, ხო? და იქ არის ნათქვამი, რომ შენ შვილი მოგევლინა როგორც ღმერთის ნაწილი, ხო? სადაც აი ამ სხეულში არის ეს ცნობიერების ეს ფრაგმენტი დროებით რომ შენ ის აი ამ გარკვეული სანამ ის უსუსურია და სანამ ის ფეხზე უნდა დააყენო, ხო? და შენთვისაც ეს სკოლაა და განსაცდელი და გამოცდაა და იმისთვისაც განსაცდელი და გამოცდაა და ეს კარმიული ჯაჭვებით არის, თქვათ, რაღაცა გამართლებული თუ ახსნილი და ეს დროებით გეძლება, ეს შენი საკუთრება არ არის და შენ მას უნდა მოეპყრო როგორც ღმერთის გამოვლინებას, ისე როგორც შენ ხარ ღმერთის გამოვლინება, უბრალოდ ეს ჯერ შენ არ იცი და თუ ხარ გასხივოსნებული მაშინ და ეს გასხივოსნება კიდე ცალკე თემა. ანუ ჩვენ ყველანი ვართ ერთიანი საინფორმაციო ცნობიერი ველის ნაწილები, სხვადასხვა მექანიზმებით, სხვადასხვა სხეულებით, სხვადასხვა ბიოქიმიებით, ხომ? და ემსახურება ამ ერთის გამოვლინებას ყველა შესაძლო ვარიანტში. ხო? ანუ ეს ახლა აი კითხვა რო კი, მაგრამ აი საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი რისთვის არის საჭირო? აი ეს თუნდაც ახტაცებაც და განსაცდელიც, ეს ეციური და მიწიერი სიყვარული თუ სხვა, აი საბოლოო ჯამში რა რისთვის არის საჭირო? აი საბოლოო მიზანი რა არის ეს, ხო? ინდუიზმი ამბობს, რომ ეს არის მაჰალილა, რომ ღმერთის დიდი თამაში. რომ ღმერთი იყო მარტო, ხო? და გამოიხედა არავინ არ არის და გადაწყვიტა, რომ შექმნილი იყო სამყარო, რომ აი ეს თამაში დაეწყო. რატო ასეთი ახსნით, რომ ახსნა არა გვაქვს? ხო, პასუხი არ არის და იმიტომ იქნება ესეთი პოეზიის რანგში აყვანილი ფილოსოფიები. ხო? შეიძლება ბიოლოგიურად შენი შვილი იყოს და მასთან სულიერი კავშირი არ გქონდეს. და შეიძლება ეს იყოს სხვა ადამიანის, სხვა ბიოლოგიური ორგანიზმი, აყვანილი შვილი იქნება თუ ნაპოვნი თუ სხვა, ხო? და იმასთან კონდეს მეტი. ან თქვათ, ნათესავთან არ კონდეს ესეთი კავშირი და მეგობართან კონდეს, ხომ? ანუ აი ეს სულიერი მიჯაჭულობები არის განპირობებული არა იმდენად, თქვათ, ეს ბიოლოგიით, რამდენადაც ფსიქოლოგიური, ინტელექტუალური კომფორტი.